დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ზარქუას სიძეს. კომპანიაში, რომლის წარმომადგენლებიც დღეს 9 მილიონ ლარზე მეტის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით დააკავეს, ტენდერების გაფორმების პერიოდში 50%-იან წილს ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. ათეულობით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 30 ბაღის რეაბილიტაცია და 4 სკოლის აშენება დაევალა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ტრამპი ამბობს, რომ პუტინით ძალიან იმედგაცრუებულია. მას უთხარი, კარგად არ გამოიყურები 4 წელია იმ ომში იბრძვი, რომელიც ერთ კვირაში უნდა დაგესრულებინა. შენ რა ქაღალდის ვეფხვი ხარ, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. მათი სამხედრო ძალების დიდი ნაწილი განადგურებულია, ამბობს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი. გუშინ ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში შორი დისტანციის დარტყმების ნებართვა მისცა. ოკუპანტებმა დნიპროში სამედიცინო ცენტრსა და ბავშვთა სტომატოლოგიურ კლინიკაზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 15 ადამიანი. აფეთქებებია ხარკოვშიც, სადაც ასევე დაფიქსირდა რუსული დრონებით თავდასხმა.